მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, ეთერშია სალტე. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ლაშა გოშაძესთან ერთად, რომელთანაც ჩვენ ამ 2 წლის წინ ჰქონდა და 2 გადაცემა ჰქონდა გონიერში, არა ლაშა? კი ბატონო. ლაშა სწავლობს საფრანგეთში, დამთავრებული აქვს სორბონაში ეკონომიკური ფაკულტეტი, ამჟამად სწავლობს კათოლიკურ ინსტიტუტში, უნივერსიტეტში ფილოსოფიას, მესამე კურსია. ზოგადად ალბათ ვინც უყურა დაწმუნდებ ნახავდით ლაშას ხედვებს, მის ჰორიზონტს, ასე ვთქვათ, და დღეს ლაშა აქ არის თბილისშია და არ გაუშვი შესაძლებლობა იმისა, რომ მომეწვია და დღევანდელ სიტუაციასთან დაკავშირებით გვესაუბრა, როგორც საფრანგეთში რა ხდება, ისე საქართველოში. ეს ერთმანეთთან კავშირში. ახლა პირველ რიგში პატივცემული ემანუელი მაკრონი მიუხედავად იმისა, რაც ხდება საფრანგეთში, რომ მთავრობაა დაშლილი და ასე შემდეგ და საერთოდ ძალიან დიდი პრობლემები შეიქმნა, ხო, საფრანგეთისთვის. მიუხედავად ამისა, აქტიურად არის ჩარეული საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში, პატივცემული ემანუელი, ხო და ის კი არა მიმართვა ჩაწერა სპეციალური, სადაც რეკორდი დაამყარა. არც ერთი სიტყვა არ იყო მართალი. არც ერთი. ახლა მე ვიცი, შეძლების დაგვარად, რასაც ვეცნობი, როგორი, ესე ვთქვათ, დობის ხარისხი აქვს ემანუელ მაკრონს საფრანგეთში, მაგრამ აი შენ როგორც ახლა საფრანგეთში მცხოვრები და ვიცი, რომ იქ საკმაოდ ისეთ ინფორმირებულ ხალხთან გაქვს ურთიერთობა ფრანგებთან, აი როგორი ავტორიტეტი აქვს მას და საერთოდ რა მდგომარეობა საფრანგეთში, როგორ აღიქვამენ ფრანგები შექმნილ სიტუაციას. დიდი მადლობა მოწვევისთვის, ბატონ სოსო. მაკრონი ის რომ ყველა სიტყვა ცრუ არის და ეს რეკორდია, რეკორდი ჩანს აქედან, თორე ფრანგებს უკვე აქვთ გამოცდილება ამის გარკვეულწილად. ძალიან საინტერესო იყო საერთოდ როგორ მოასწრო ჩაწერა ამის, იმიტომ რომ ძალიან რთული სიტუაცია არის პოლიტიკური თვალსაზრისით საფრანგეთში. მისი ნდობის ფაქტორი, ორმხრივად შეიძლება გავყოთ, რომ ესეთ უცნაურ რაღაცასთან გვაქვს საქმე, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ, რომ ესე იგი ქუჩაში რო ესაუბრებით ხალხს, არავინ მას ხმას არ აძლევს, მაგრამ ყველა არჩევნებზე იმარჯვებს რაღაცნაირად. და ეს მისი რაღაც მიდგომიდან გამომდინარეც არის, მან სამაგისტრო ნაშრომი დაიცვა მაკიაველზე. ნიკოლო მაკიაველის თეორიაზე, როდესაც სწავლობდა და მის პრაგმატულ პოლიტიკურ ნაბიჯებში ეს ნამდვილად ჩანს, იმიტომ რომ ყოველთვის ერგება იმ მოსაუბრეს, ვისთანაც საუბრობს. მის რაობას იმდენივე ფასადი აქვს, რამდენიც მოსაუბრე. ყოველთვის ადაპტაციას, როგორც ქამელეონი, ადაპტაციას განიცდის. ახლა უშუალოდ არის ძალიან რთული სიტუაცია, იმიტომ რომ უმრავლესობა არ ყავს პარლამენტში. ბოლო არჩევნები, როდესაც იყო ზაფხულში მელანშონის მემარცხენე პარტიამ აიღო საკმარისი ხმა და არის თითქმის უმრავლესობაში ახლა საფრანგეთის პარლამენტში. ძალიან უჭირს, მაგრამ ეს თვითონ როგორც ასე ვთქვათ, საფრანგეთის პრეზიდენტს მაინდა-მაინც არ ადარდებს. იმიტომ რომ ასეთ სხვანაირი სტრუქტურა არის მაინც ფრანგული პოლიტიკა და პარლამენტთან აქვს უშუალო ურთიერთობა პრემიერ-მინისტრს. და ამ პრემიერ-მინისტრს ყოველ 60 თვეში ცვლიან, ხსნიან ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ბოლო ტაქტიკა ესეთი აქვს, რომ ყველა ვისი ასე ვთქვათ უკვე ხანში შესული გამოცდილებიანი პოლიტიკოსები ვინც არიან საფრანგეთში, ინიშნებიან პრემიერ-მინისტრებად და შემდეგ 2-3 თვის მერე ხსნიან და ყოველ შემთხვევაში ისინიც კმაყოფილები არიან, იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრის სტატუსი მიიღეს, ამას მერე პრივილეგიები მოყვება და ასე შემდეგ. და თვითონ ბატონი პრეზიდენტიც კმაყოფილია, იმიტომ რომ ამ ხალხთან აღარ უჭირს მერე რაღაც მოვალეობის შეგრძნება ქონდეს ან ამის ასეთი. მათ პოლიტიკურ კარიერას ასრულებს პრემიერ-მინისტრობით. ეს არის მოწამლული საჩუქრის ვარიანტი. შემდეგ როგორ განვითარდება არ ვიცი. საუბარი იყო
ბოლოს სამი კვირის წინ იყო საუბარი, რომ როდესაც ბარნიე მოხსნეს პარლამენტში, რომ თვითონ მაკრონის გადადგებოდა და შემდეგ მესამეჯერ იყრიდა კენჭს, იმიტომ რომ კონსტიტუცია მას უფლებას აძლევს. სამჯერ რო იყაროს კენჭი არ შეიძლება, მაგრამ თუ ვადამდე დაასრულა მოღვაწეობა და მაშინ შემთხვევაში უკვე შეუძლია მესამეჯერაც იყაროს კენჭი. მაგრამ თვითონ ამბობს, რომ ეს შეთქმულების თეორია და რაღაც ასეთ ახლა ასე აწყობს და ამბობს, რომ ისე რომ იყოს პოლიტიკური სიტუაცია, იტყვის, რომ არ არის შეთქმულების თეორია. დიდი პოლიტიკოსები, როგორც ეკონომიკაში გვასწავლიან, რომ როდესაც ეროვნული ბანკის მართველი რაღაცას ამბობს, იმის საწინააღმდეგო უნდა გავიგოთ, ხო და ზოგჯერ ესე არის ხოლმე. ეს არის ხოლმე პოლიტიკაშიც. ზუსტად ესეა. ამიტომ დოვის ფაქტორი არის ძალიან დაბალი. და მე რა ვიცი, მაინც პირადად დიდ პერსპექტივას ხედავ მემარცხენე მელანშონის ფლანგში უკვე მომავალში და არა ლეპენთან. ეს დინამიკა თითქოს შეიცვალა. შეიცვალა დინამიკა და ლეპენის დაჭერას რო აპირებდნენ, რა ხდება ამასთან დაკავშირებით? კი, ესეც ამაზეც იყო საუბარი, ესეთი ისანის არის გამოხატულებები არის ხოლმე ხდება და საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა არაფერი არ მოხდება. საფრანგეთის რესპუბლიკა არის კრიპტომონარქია. დიახ, ზუსტად. ამიტომაც იქ პოლიტიკოსებს არ იჭერენ. სარკოზი იყო ერთადერთი, რომელსაც ელექტრობრასლეტი, ელექტროსამაჯური აქვს და ძალიან უხარ ამაყობს ამით. რატომ ამაყობს რა არის ამაში ამაყობს? ამაყობს რომ მისი პერსეკუცია ხდება, მისი დევნა ხდება, როგორც ასეთი ყოფილი პოლიტიკოსი და ამიტომ ყველგან სადაც გამოდის ხოლმე სიტყვაში რომ პატიჟებენ ყველგან გვანახებს რომ ეს მაგრამ რაც უნდა გასაკვირი იყოს ყოველთვის მაკრონის პოზიციას იზიარებს ხოლმე და ესეთი ჭორიც არის რომ რამდენჯერაც მაკრონის პოზიციას გაიზიარებ ეს სამაჯურიც უფრო ჩატე ხდება როგორც ჩანს და ესეთ კავშირიც არის მაგრამ ლეპესა და მელანშონს შორის რა თქმა უნდა იქნება გადაწყვეტი ბრძოლა ალბათ მომავალში და მელანშონმა ჩვენ და გასაკვირად ძალიან სწორი ნაბეჯი გადადგა და ჩახსნა მის პარტიაში ის ვოუკ ფლანგი რაც იყო ნეოფემინისტური რაღაც ფსევდონეოკოლონიალისტური და ასე შემდეგ პროემიგრაციული ფლანგი ჩაიხსნა ისე რადიკალურად ჩაიხსნა ისინი გადავიდნენ ეკოლოგისტებთან, ახლა მე მწვანე პოლიტიკურ ჯგუფებში და მელანშონი თითქოს ცდილობს რომ დაუახლოვდეს იმ ძველ ჟორჟ მარშეს დროინდელ კომუნისტურ რაღაც მემარცხენე ნაციონალისტურ ფლანგს, ანუ რაღაც ნაციონალ სოციალიზმის ესე ვთქვათ ერთგვარ ალუზიებს ქმნის ეს ხომ? ანუ რეალურად ლეპენის იდეოლოგიაც სოციალისტური არის, რომ ჩაუღმავდეთ. მაგრამ რაც დრო გადის ლეპენის პარტია ხდება უფრო ატლანტისტური, ხაული სახით. იქ სადაც მელანშონი გამოდის და ხშირად ისეთ ასე ვთქვათ, მაინდა-მაინც ატლანტისტურ პოზიციას არ იჭერს სხვა ქვეყნების მიმართ, თუნდაც ჩინეთის, თუნდაც გასაგებია ჩინეთი რატომ, არ თუნდაც ბრაზილიის მიმართ და სხვა ასე ვთქვათ, ბრიქსის ქვეყნების მიმართ უფრო რადიკალურად სხვა პოზიცია აქვს ვიდრე ლეპენის პარტიის. აი ახლა საფრანგეთში მიმდინარე შიდა პოლიტიკური პროცესები გასაგებია რა არის ის მასზე აქვს ძალიან დიდი გავლენა იმ წარუმატებლობებს რომელიც საფრანგეთს აქვს საგარეო ფრონტზე. საფრანგეთი ახლა ცნობისთვის ეს ერთ-ერთი დიდი კოლონიური იმპერია იყო. ხო და ინარჩუნებდა გავლენას უზარმაზარ სივრცეებში. ეს არის ფრანკოფონიური სამყარო. სხვათა შორის აქ იყო ფრანკოფონიის ისე ამ 2-3 წლის წინ ჩაატარეს კი ბატონო ფრანკოფონიურ დაახლოებით 330 მილიონი ადამიანი არის მოქცეული ამ ფრანკოფონიურ სამყაროში ხო საინტერესოა რომ თვითონ პირველი ფრანკოფონიის ესეთი კონგრესი როცა დაფუძნდა ეს სად იყო თუ იცით, სად იყო და სახელის ქვეყანა რო არის ნიგერის დედაქალაქში, დიახ. ხო, ნიგერში, ახლა ნიგერში ეს კი იყო, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ნიგერიც და სახელის ქვეყნები, ანუ სახელი ეს არის შუა ზოლი,
აფრიკის, სადაც საფრანგეთის გავლენა ძალიან დიდი იყო და ფრანგულია იქ სახელმწიფო ენა და ზოგადად სახელმწიფოების აი ინტეგრაციული პროცესები დაკავშირებული იყოს ფრანგულ ენასთან და კულტურასთანაც. ვხედავთ ჩვენ ახლა როგორი კავშირებია მაგალითად იგივე საფრანგეთის ნაკრების მაგალითზე ფეხბურთში. სადაც ორი თეთრი ადამიანები და არჩესახელი ქვეყნების ფრანგულენოვანი ქვეყნების წარმომადგენლები გახლავან. აი იქ ხდება დრამატული მოვლენები, ხდება საფრანგეთის გავლენის დრამატული შემცირება. ეს კიდე დაკავშირებულია ეკონომიკურ პრობლემებთან, კერძოდ მაგალითად იგივე ურანის მიწოდებასთან საფრანგეთის ენერგეტიკისთვის. საფრანგეთის ენერგეტიკა ეს არის ატომური ენერგეტიკა. ხო და აი ეს მაგის გარდა ნუ ახლა ხედავთ მაგალითად იგივე ფრანგულ გეოპოლიტიკურ მეებს რა ქვია ფიასკოებს თან ბევრს და ერთბაშად და აქაც სხვათა შორის აქ ჩვენთან კავკასიაში სადაც საფრანგეთი ცდილობს გაათამაშოს ქართულ სომხური რაღაც ესეთი გამბით რაღაც ესე ვთქვათ პარტია და ყავს რა აქ თავისი გავლენის ხო რაღაც ესეთი ცდილობს თუმცა ნუ გაუგებარია როგორ ან გაუგებარია ასევე იმ ელიტებში რომელიც მათთან თანამშრომლობენ ნუ ცოტა გონიერება ვისაც აქვს ნუ წარმოუდგენელი რითი მოხდება ამისი ძალოვანი ან პოლიტიკური უზრუნველყოფა ხო ერთ-ერთი ამის მაგალითი ყავს ჩვენი მადამ ყაზიდანი ეგ რა ქვია ეს ქალბატონი სალომე ხო რომელიც აპირებს გამაგრებას ორბელიანის სასახლეში და ეს დადიან ხმები რომ ზურავიშვილის ბედზე იყო ლაპარაკი ივანიშვილისა და მაგრონის ერთ საათიან სატელეფონო საუბარში მათ შორის აი რას ფიქრობ და საერთოდ ზურავიშვილის ფენომენს როგორ აფასებენ იქ ვინც საქმის კურსია საინტერესოა ჩვენთვის 1 საათი ძალიან ცოტა არის რეალურად ხო იმიტომ ჩვენ ვიცით რომ შესაძაც ეს კომუნიკაცია არდება 4 საათიანი ნოცლები ქონდა ხოლმე პუტინთან მახსოვს ომის ახალ იქ საკითხები და საკითხები თქვა ეს ხო მაგრამ ნუ სანამ ნუ ისა რა ქვია პროტოკოლი და ჩვენ 1 საათი ნუ მითხეს რომ ბევრია მაგრამ თითქოს მე ცოტა მეჩვენება ну, საინტერესოა, იმიტომ რომ ორივეს პრეზიდენტი არის ემანუელ მაკრონი პრინციპში, ხო? იმიტომ რომ ორივე საფრანგეთის მოქალაქეა და ნუ რაღაც ავტორიტეტი მას ყოველ შემთხვევაში აქვს. ნუ დეტალურად არ ვიცი, მე თვითონ ქალბატონ სალომეს მოვლენა ჩემთვის ძალიან ახლოა, იმიტომ რომ რადგან მე პარიზში მიწევს მოღვაწეობა და ცხოვრება ну მისი სოციო-ეკონომიკური კატეგორიის ადამიანს ძალიან გავს. პარიზში. რაც ხშირად ნუ ქართულ რეალობასთან ამდენად ადეკვაციაში მოდის, არ ვიცი. და ნუ არის რაღაცა თუნდაც რაღაც პრიმიტიული რუსოფობია, სიტუაცია ვთქვათ, ავიღოთ ეს არსებობს ეს კლიშეები ფრანგულ საშუალო ფენაში. და ამის ხორპლი ხო მე ზუსტად არ გავეცანი მის არც მის ციგნი არ მაქვს საკითხულა არც მისი გამოსვლების არ მომისმენია. ხო შეიძლება ბოლოს ეხლა ხანს აი სამი კვირის წინ რადიო ფრანსთან ერთთან იყო ჩაწერა ინტერვიუსი. სადაც ეკითხავდნენ ქალბატონ სალომეს რომ აი რა ხდება საქართველოში და მან მე ძალიან მინდოდა ამ ინტერვიუს მოსმენა, მაგრამ ის საუბარს იწყებს ესე, რომ ევროკავშირმა უნდა taper du poing sur la table, ფრანგული გამოთქმა, ანუ მუშტი დაარტყას მაგიდას და ასე გონიერებისკენ მოუწოდოს საქართველოს ქართულ ერს და ქართულ თავრობას. და ეს იმდენად გამაღიზიანებელი იყო, რომ მე ვეღარ მოусმინე დანარჩენ იმას, თუ როდესაც ადამიანი საკუთარ ქვეყანაში ითხოვს რაღაც წესრიგის დამყარებას და ამ წესრიგის დამყარებას ითხოვს სხვა ინსტანციიდან, ზე ინსტანციიდან, რაღაც გარე ინსტანციიდან, უცხოეთიდან, ხო? ესე იგი მას აღიარებს უბრალოდ ავტორიტეტს და ჭეშმარიტებას და თავის საკუთარ ხალხს და მთავრობას არ აღიარებს, მთავრობას რომელიც ხალხმა აირჩია, იმას არ აღიარებს როგორც ლეგიტიმურს და მასთან დიალოგში არ შედის, მოსვლაში არ შედის, ხო ეს რა
ფილოსოფიური თვალსაზრისით და ფენომენოლოგიური თვალსაზრისით ძალიან რთული გასაგები იყო ჩემთვის, ანუ ამას გამიჭირდა მოსმენა, ამიტომ სპეციალურად გითხრათ ვერ გეტყვით, არ ვიცნობ მე მის ასე ვთქვათ მსოფლმხედველობას, მაგრამ ნუ რაღაც კლიშეები არის. ხო. არა აქვს მსოფლმხედველობას ვერ გაიცნობ, იმიტომ მას ეს არა აქვს. ის მსოფლმხედველობა მისი შედგება სრულად ინფანტილური წარმოდგენებისგან, უღრანი რუსოფობიისგან, ამას ასევე წარმოდგენებისგან, რომ დაუშვათ აქვინც იცხოვრა რაც ეგენი გაიქცნენ მეშევიკები, ხო და ეგ თავისი საქმენის აგმირონია ჩაიდინეს იქაც, ხო ვიცით რაები ჩაიდინეს, აქ რაები ჩაიდინეს, მე იქ რაები გაკეთეს. იმათი ისინი არიან მეორე ხარისხოვანები, აქვინც იყო. მისთვის ქართული კულტურა როგორც ასეთი რაც შეიქმნა, ვინაიდან ამ დროს იქ აქ რაღაც იდეოლოგია იყო, სინამდვილეში მის ტვინში ხდება სინამდვილეში ეს ყველაფერი და ვერაცნობიერებს, მისთვის მეუღებლები არიან. და მას მიაჩნია რომ ის რაღაც უფრო აღმატებულია და ამას გამოხატავს ყოველთვის და ძალიან სასაცილო ფორმებით, იმიტომ რომ საოცრად გაუნათლებელი ხალია. და არის უაღრესად უხიაკი, აბეზარი და მოდის ახილებული ხასიათის ქალი. მე ეს ვიცი, კარგად ვიცი. და ჩანს მისი ყველა ქმედებიდან. ნუ არაადეკვატურობამდე და ამავე დროს ამ ყველაფერს ამწოვებს მისი დამოკიდებულება ალკოჰოლზე. რომელსაც მოიხმარს დიდი რაოდენობითა და ფართო ასორტიმენტით. რასაც აძლევს, ესე იგი, რის საშუალებასაც აძლევს მისი სტატუსი, ანუ ფული აქვს. და ყავს ეს ფრეილინები იქა, რომლებიც მის მასზე არიან დამოკიდებული და ნუ დაავალეს მას აქ ჩატემხაუში რო იყო სხვათა შორის იქ ბრიტანეთში. იმის მერე დაიწყო სწორედ მან აი ეს დივერსიული მოქმედებები და ასრულებს ფერად რევოლუციის მის რა ქვია ტარანის როლს ეს არის. სოფხედველობა მის შესახებ ნუ ეს საერთოდ დანი-კრუგერის სინდრომი იცი ალბათ, ხო რა? დანი-კრუგერის. ხო, დანი-კრუგერის სინდრომი რა არის, რომ ესაც ადამიანებს, რომელსაც აქვს კრიტიკული აზროვნება და აფასებენ თავიანთ მოქმედებებს კრიტიკულად, შეცდომით თვლიან ასეთი ადამიანები, რომ სხვებსაც ესეთი უნარები აქვთ. და ითვალისწინებენ ამას და ასეც იქცევიან, რომ ისინი აი ეს ადამიანები ანალოგიურად მოქმედებენ, რაც შეცდომაა. რაც შეცდომაა და იწვევს ტრაგიკულ შედეგებს ისტორიაში. რისი მაგალითიც გვაქვს. აი, ხო ძალიან ესეთი რთული სიტუაცია. სხვა შორის თქვენ ეს ფენომენი ასახსენეს, მე ეგრეთ წოდებულ თეთრ რუსებთან მინახავს საზღვარგარეთ, რომ არის ხოლმე ესეთი დამოკიდებულება, რომ აი ჩვენ ვინც წამოვედით, ნუ ჩვენზე იდგა სახელმწიფო, ჩვენ გამოვედით და ნუ იქ დარჩნენ რაღაც გლეხები, კაცჭამიები და რაღაც. ხო. ეგ ქონდა სხვათა შორის და ბევრი ვერ გამოვიდა. ეს დამღუპველი მიდგომაა. მე ჩემი თავბებს გააჩნია უკვე ხვდები რომ აი 90-დან როდესაც რუსეთის დამოუკიდებლობა ჩამოყალიბდა და ასე შემდეგ ნუ ამ ხალხმაც იცვალა გარკვეულმა ნაწილმა იცვალა ეს სოფხედველობა მაგრამ გარკვეულ ნაწილში არის კი ეს არჩენი მაინც რომ აი ჩვენ ვართ ჩვენ და ისინი ხარ ჩვენ ვართ მარილი ამ მიწის ქვეყნის მარილი კულტურა ქვეყნის მარილი სახარების მე ესენი არიან ქვეყნის მარილი და თუმცა მარილია იყოს თამღა დაიმარილოსო ანუ ესე იგი ჩვენს გარეშეა და როგორ შეიძლება რამე მოიქნას ხო ამიტომ ხო ესეთი ისიც არის რა ქვია ესეთი უცნაური მაგრამ ნუ თქვენ ძალიან აბსოლუტურად გეთანხმებით ამ თვალსაზრისით რომ ზოგ მომენტში უნდა გავიაზროთ რომ ის რაც ჩვენ გვეჩვენება როგორც ჭეშმარიტებად შეიძლება არ იყოს ჭეშმარიტება და იმის აღიარებაც რომ ეს ჭეშმარიტება არ არის ეს მოჩვენებაა მაგრამ ნუ რაღაც ასე ვთქვათ ცოტა დისტანციურად შევხედოთ მოვლენებს ესეც კარგი იქნება ამიტომ არის კი თქვენ ეს ინფანტილიზმი რომელიც ახსენეთ ყველგან არის რა თქმა უნდა მაგრამ ნუ დასავლეთ ევროპაში განსაკუთრებულად ვხედავთ ამას იმიტომ რომ აქ არის მსგავსი მოსაზრება რომ დედამიწა არის ბრტყელი და ევროპა ცენტრში და მე რაღაც პერიფერიები არსებობენ სადაც
ზოგან კულტურა არის, ზოგან არ არის. ზოგან ჩვენ ჩავიტანეთ კულტურა, მაგრამ არის დარჩა ადგილები, სადაც კულტურა არ ჩავიტანეთ. ეს ბორელმა რო თქვა, რომ ევროპა არის ბაღი და დანარჩენი არის ჯუნგლებიო. ხო, ეს კი მახსოვს კი ესეთი კი ესეთი, რაც გამანათლებლობისგან მომდინარე უცნაური ეს ტენდენციები არის. რაც იცვლება და შეიძლება გავაკრიტიკოთ ასე ვთქვათ ვატიკანის პოლიტიკური მოღვაწეობა, მაგრამ ერთ-ერთი ამ სოფლობის ცვლილების ინდიკატორი, ვექტორი არის კათოლიკური ეკლესია, რომელიც ცდილობს რომ de facto მას უფრო მეტი მრევლი ყავს აფრიკაში და ლათინო ამერიკაში, სამხრეთ ამერიკაში, ვიდრე ევროპაში, ხო და იგივე აზიაში. და იქ ყოველთვის ხდება ამაზე გასვლა, ის რა ქვია, რომ ევროპა არ არის, ასე ვთქვათ. ხო, ახლა კი რო ავიცილო გაუგებრობები, ლაშა მართლმადიდებელია. ეს კათოლიკურ უნივერსიტეტში რო სწავლობს, ის კათოლიკია, უკვე მივხვდი რომ ესე იგი ეს არის კი, ხო, ესე იგი, ხო. ამიტომ ხო, ისე იმისთვის იმას კი არ ვერჩი მე, მაგრამ უნდა სწორად ინფორმირებული იყოს საზოგადოება. კათოლიკური ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში, როდესაც მიწევს ხოლმე რაც მეცადინეობა, არიან კათოლიკე მონაზვნები და როგორც მართლმადიდებელი მგლები ხშირად ერთად მუშაობთ ჩვენ ამიტომ. კარგი ბიბლიოთეკაა დარწმუნებულიო. კი, შესანიშნავი, მეხუთე სართული, ანუ არის ორი ბიბლიოთეკა არის, ერთი არის ასე ვთქვათ ყველასთვის და არის მეხუთე სართულზე ზემოთ მხოლოდ ფილოსოფიის და თეოლოგიის განხრით სწავლობს. და იქ კარგი ხედი არის პარიზზე და სიმშვიდე სიწყნარი, იმიტომ რომ ძირითადად მონაზვნეები და ფილოსოფოსები არის. და ატმოსფეროც ეგეთია, საერთოდ ბიბლიოთეკებში არის გასაოცარი ის არის, რომ ამ ბიბლიოთეკებში რაღაცნაირად ეს როგორც დიდი ხნის ლოცვის შედეგად რაღაცნაირად ადგილი იცვლება, ხო? ძალის ადგილად გადაიქცევა, ხო? სიჩუმე ტექსტურას იცვლის. ხო, და რაღაც ტექსტურა იცვლება, ეგ აი სივრცე სხვანაირია, იმიტომ რომ განუწყვეტელი ეს მენტალური ვინც ძირითადად ხო მუშაობენ და არის სიჩუმე, აი ეს არის და დაძაბული მენტალური რაღაცნაირად პორტალივით არის ეს ბიბლიოთეკები და ძალიან სერიოზული აღმოჩენები ხდება იქ და იმიტომ რომ თან თითქოს ის მთელი ის აზროვნები იქ არის, თამოყურ ბიბლიოთეკა ძალიან სერიოზული მოვლენაა საერთოდ რა, თან წიგნები განსაკუთრებით, ტექსტები. თან ერთადერთი ხმა რომელიც შემოდის ხოლმე ეს არის ეკლესიის ყოველ 3 საათში და ასე შემდეგ, მაგრამ ერთად არის აბსოლუტური სიჩუმე და წარმოუდგენლად დიდი ისლამზეც, იუდაიზმზეც ძალიან დიდი ლიტერატურა აღმოსავლურ ქრისტიანობაზე, ეკლესიის მამებზე, რომელიც ნებისმიერ კითხვას შეუძლია გაიცნოს თავისუფლად. ხო და ადამიანი გზნობს ნაყოფიერი და ესე იგი ინტელექტუალური მუშაობის შედეგად მოგრილ სასიამოვნო ემოციებს. სიმშვიდეს და ემოციებს. ხო არის დაუშვათ, თორსა რაღაცას ამოხსნის ადამიანი ამოცანას, რაღაცას შეიმეცნებს, მაშინ სულს უხარია. ამის შესატყვისი სიტყვა არის ბერძნულში, სხვათაშორის დამავიწყდა, სულ მავიწყდება ის სიტყვა, ანუ ემოციის აღნიშნული სიტყვა, რომელიც აღნიშნავს ინტელექტუალური მუშაობის შედეგად მოგრილ სიამოვნებას, ხო? ხო, არ ვიცი, ფრანგულში არის ეგეთი სიტყვა. არ ვიცი, უნდა სპეციალური სიტყვა, მაგრამ პრინციპში თქვენ ასაუთ ესეა, ხო, ეს სიამოვნება, რომ განათებისგან მიღებული სიამოვნება. და ეს თვითონ სიტყვა იდეაც აქედან მოდის, ხო, იდეა, ბერძნულად არის ასპექტი ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამ ასპექტი, მაგრამ ეს ასპექტი არის ასევე აბსოლუტური ფორმა, როგორც სინათლე, ჰაიდეგერის. როგორც სინათლე, ხო, როგორც სინათლე. სინათლეს ამ შემთხვევაში ჩვენ გავედით ახლა უკვე ესე. სინათლეს ამ შემთხვევაში ფიზიკურ სინათლეს არ იგულისხმება, სინათლეა შემეცნების სინათლე, რომელიც ენას არ ენა ხო საერთოდ შედარებებს აკეთებს. და მაგეთი ხო. სხვა შორის თანამედროვე შესანიშნავი ბერძენი ფილოსოფოსი არის ქრისტოს განარასი, ახლახანს გარდაიცვალა.
და მას ჰქონდა ესეთი გამოთქმა ანალოგიური კონცეფტი, რაც ევროპული აზროვნებისთვის აბსოლუტურად გაუგებელია, იმიტომ რომ კონცეფტი უნდა იყოს ინდივიდუალური, თავისებური და არაანალოგიური, ანუ ერთს რომ შევადაროთ, მაგრამ ზუსტად აღმოსავლური ღვთისმეტყველება იქნება თუ ფილოსოფია, ეს აპოფათიკა სწორედ ამაზე არის აგებული, რომ არის რაღაცა, რაც არ გამოითქმის, არის შეუცნობელი, გამოუთქმელი და რაც არ არის. ეს ის არა, ანუ არც ის არის და ამ არც ის არისში უფრო მეტი ინფორმაცია ვიდრე კატაპატურში ეს არის. ხო. რომელიც ხდება ფსევდოდენის აეროპაგელი. ხო, არო ეს არის ნათელი, როცა კატაპატურა ეს არის ნათელი, ეს არის დაუშვათ სრულყოფილება, ეს არის ასეთი უსასრულობა და აპოფატურია არც უსასრულობა, არც ნათელია, არც სრულყოფილება, არამედ კიდე უფრო რაღაც კიდე ისე, ანუ ვერ გამოთქვამ სიტყვით. ამით ეს არის აპოფატური და კატაპატური ღვთისმეტყველების, ესე ვთქვათ, პრინციპში ორივე ცნობს ერთი გამოხატოს. მაგრამ ორი სხვადასხვა მეთოდებით. ხო, ახლა გადავიდეთ ახლა აპოფატიკიდან თანამედროვე იმაზე, რა ქვია, აქ რაც ხდება იმაზე. ნუ გასაგებია რომ საქართველოს არის მსხვერპლი და ამერიკული გეოპოლიტიკის კლასიკური მსხვერპლია. ამაზე ახლა თვითონ ამერიკელებიც ლაპარაკობენ, არავინ ამას არ მალავს. როგორ ხდება მოსახლეობის ზომბირება, როგორ ხდება ფერადი რევოლუციისთვის ტარანის მომზადება, როგორ ხდება გადაბირება და გამოთაყვანება გრანტებისა და დაუშვათ იქ სხვა მეთოდების გამოყენებით ეგრეთ წოდებული ინტელიგენციის, ხო, როგორ იქნება ფსევდოელიტა და ეს ყველაფერი მოსაბეზრებლად ბანალურია. უკვე ამაზე საუბარიც კი, რა მე მგონი ამაზე ვლაპარაკობ უკვე 1-25 წელია. მათ შორის გამოქვეყნებული, მაგრამ უამრავი სტატია და რა ვიცი, ინტერვიუ და დეტალურად და ასე შემდეგ. ახლა ჯეფრი საქსი გამოვიდა და კიდე სხვაებიც გამოდიან, მაგრამ ახლა ჩვენთან ვინაიდან მაინც ახლა ნაწილი ხალხის მოქმედების პრინციპით უცხოეთიდან ახან თქვეს ესე იგი ჭეშმარიტ რაღაც მეტი დამაჯერებლობა აქვს, ხო? განსაკუთრებით ამერიკიდან. ახლა ჯეფრი საქსი, ჯეფრი საქსი ფიგურა უდიდესი ერთ-ერთი რა, თანამედროვე ახლა მირშაიმერი და ჯეფრი საქსის დებატები რო იყოს, ორი რეალისტი არის სხვათა შორის გეოპოლიტიკაში რეალიზმის მიმართულების მიმდევრები არიან, ორი ვარსკვლავია, მირშაიმერი და ჯეფრი საქსი. მათი დებატები იყო, მოვლენა დაუშვათ თავის მასშტაბით სოფლიო მედიას სივრცეში. თუმცა მე ახლა იქ მართალი რო გითხრათ, ჩემს ახალი არაფერი არ არის. მაგას ზუსტად მაგას წერდი და დისერტაცია მაგ ნუ კარგი იყო. ჯეფრი საქსი რო გამოვიდა, ამან გამოიწვია აფეთქება ახლა. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ამ შეურაცხადებში, რომლებიც ფულით ჯერ შერჩეული არიან ასეთებად და მე ფულით და კომპრომატებით დაჯერილიყავთ, ამან არაერთი ეფექტი არ იქონია, ზუსტად ისე დალაყუნობენ უსაკურთხო მტრებით, როგორც მანამდე. და გუშინდელი დღის კულმინაციური მომენტი იყო, როდესაც ჭიჭე ვაშაძე მიცი ეს სუბიექტი გამიგია. გამიგია ხო? ფიზიონომია თუ იცი. აი ის განასახიერებს აბერაცია. ანუ სიმრუდეს განასახიერებს რა ამ იდეოლოგიის სიმრუდე თუ კიდე აი გაომეტყველება აქ. და აი ამ ჭიჭე ვაშაძე კაცმა სიმბოლო რა თქვა თუ იცით. ჯეფრი საქსი ვიღაო. ჯეფრი საქსი ვიღაო, წარმოგიდგენი ეს ადაუბნელი. ანუ ჭიჭე ვაშაძემ ჯეფრი საქსზე თქვა ვინ არის. გაიგე ნუ ახლა მე მართალი ერთი ჯერ სიცილია ამიტყდა რა თქმა უნდა, მაგრამ მე სასოწარკვეთილებაში კიდე გამჩავარდი. ნუ ამ გამოთქმა ეს ასეთი მთელი ანთოლოგია ამ გამოთქმების, რომლებიც მასახავენ ამ პოლიტიკური კლასის თუ რა დავარქვათ ამას. ამ სტრატას რაც არის ამათ კასტაც სიტყვა რაში ეს აგენტურაც ნუ ისეთია, რა ვიცი, ნუ აი ამ საოცარი ხალხის, ესე იგი, გამრუდებულ ცნობიერებას.
საფრანგეთში რა მდგომარეობა ავხრივ, როგორ ეგეთი ხო იქაც ყავს ეს ასე ვთქვათ ამერიკული სადაზვერვო სამსახურის პროდუქტები. ნუ საფრანგეთში როგორ არის იცით რომ მე ძირითადად ფილოსოფიურ წრეებთან მიწერს ხოლმე კავშირი და ფილოსოფია არის ის დარგი რომელიც რაღაცნაირად შემოინახა ევროპამ ისე რომ ამერიკული გავლენა არ ყოფილიყო, იმიტომ რომ ნუ მე-20 საუკუნეში პრინციპში, როდესაც ჰუსერლის შემდეგ ფენომენოლოგია ჩამოყალიბდა, შემდეგ ჰაიდეგერი, ფილოსოფია გარკვეულწილად ორად დაიყო, არის კონტინენტული, ანუ ევროპის ფილოსოფია, ძირითადად ფენომენოლოგია, რელიგიური ფილოსოფია, ნეოკანტიზმი ასე შემდეგ და შემდეგ არის უკვე ანალიტიკური ფილოსოფია, რომელიც თითქმის მხოლოდ ანგლოსაქსონურ ქვეყნებში და ძირითადად შეერთებულ შტატებში არსებობს. ამიტომ რაღაც ანტიამერიკული განცდა არის ასე ვთქვათ უნივერსალური ყველა ევროპულ ქვეყანაში, ყოველთვის ფილოსოფიურ დარგებში. აქედან გამომდინარე თითქოს თვითონ ეს ფილოსოფიური ბირთვი მაინც შენარჩუნებული აქვს ევროპას და მაგალითად ერთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ყველაზე დიდი მოაზროვნე ფილოსოფიის დარგში დღეს საფრანგეთში ფრანგული ინსტიტუტის აკადემიკოსი არის ჟან-ლუკ მარიონი, რომელიც არის კათოლიკური ეკლესიის აპოლოგეტი ასე შემდეგ და ნუ ეს ასე ვთქვათ ქრისტიანული აზროვნება და ფილოსოფია ძალიან ერთად არის დაკავშირებული. მაგრამ თქვენას სახსენებთ ეს უფრო გამოიხატება მაგალითად მასმედიაში, უფრო უფრო ჩანს ყოველდღიურობაშიც, კინოებში, სერიალებში, რაც უაზრო რეკლამებში, რომელსაც ვხედავთ ქალაქში და ასე შემდეგ. მაგრამ ნუ ვამბობდი რომ საფრანგეთი კრიპტომონარქია არის იმ გაგებითაც რომ ნუ ისინი ამ ყველაფერს აძლევენ სივრცეს რომ იყოს ეს რაღაც. მაგრამ როდესაც სერიოზულ რაღაცებს ეხება საქმე, როგორიც არის მაგალითად ფრანგული აკადემია და ასე შემდეგ, როგორც ინსტიტუცია, იქ უკვე სხვანაირად არის, იქ უკვე მე რამდენიც ვიცი, ამას აღარ აქვს თავისი ადგილი. მაგრამ ამას თავისი ადგილი აქვს, რა თქმა უნდა, დიდ კაპიტალში და ფინანსურ სექტორში, რაც მე განაპირობებს ძალიან ბევრ ამას. მაგრამ ნუ ინსტიტუტი, როგორც ანუ უნივერსიტეტი, ფრანგული უნივერსიტეტი, მაინც დგას და თავის პრესტიჟულობას ინარჩუნებს და მაგალითად ამან მე უშუალოდ შევესწარი ამ როგორ ჩამოჩორდა მელანშონს ეს ასე ვთქვათ ნეოლიბერალური რაღაც უაზრო ფლანგი და ამაში დიდი ნაწილი მიიღო მაგალითად სორბონის ფილოსოფიურმა კათედრამ ამაში. ანუ აქვს გარკვეული გავლენები. აბსოლუტურად, აბსოლუტურად. ეს არიან ისეთ ხალხი, რომელიც ანუ მედიაში არ ჩანან, ლექციებს კითხულობენ ასე შემდეგ და მაგრამ აქვს რეალური რაღაც გავლენა ყოველდღიურობაზე. ასევე თაობათა ცვლაა, იმიტომ რომ ეს ამერიკული რაღაც დაშტამპული კლიშეებით აზროვნება არის ასოცირებული ბეიბი ბუმერებთან, ანუ იმ ხალხთან, რომელიც დღეს 70 წლის, 80 წლის არის. და შემდეგ თაობას არა და შემდეგ თაობას ანუ ჩემ ხელებს უკვე რეაქციაში შედიან ამასთან, უკვე ეს არ მოსწონთ ასე შემდეგ და უნდათ რომ რაღაცა აუთენტური, უფრო ონტოლოგიურად განსხვავებული წინადღობა გაუწიონ ამ ასე ვთქვათ ტრაფარეტულ აზროვნებას და კი ბატონო, მოიცავს თუ არა აი ეს ეთქვა ეს მე ამას უყურებ დიდი ფრანგული კულტურის, დიდი ფრანგული ფენომენის თვითგადარჩენისთვის ბრძოლას, ხო? ეს არის ერთ-ერთი დედამიწაზე ყველაზე ძველი ერთ-ერთი დიდი კულტურა, ხო? ფრანგული კულტურა, უზარმაზარი, რა ვიცი, პლასტი, რომელი ერთი უნდა ჩამოთვალო, მის პატარა ნაწილიც არ ვიცით, ხო? იქ ისეთი სიღრმეებია. ამის თვითგადარჩენისთვის ბრძოლას, ხო? კი. იმიტომ რომ ის რაც ჩამოთვალა მელანშონთან რაც იყო ესე ვთქვათ ეს ყველაფერი უცხო გავლენების განხორციელების ინსტრუმენტებია. ისევე როგორც დაუშვათ თელეფრანგული პოლიტიკური სისტემა დღეს. აბსოლუტურად. ჟამონეს ორკესტრირებული. დიახ. აი განმარტოთ და რას ნიშნავს რას გულისხმობ რომ საფრანგეთი არის კრიპტომონარქია. ანუ ეს კრიპტომონარქიას გულისხმობ იმ თვალსაზრისით, რომ არის საფრანგეთში რაღაცა
როგორც ასე ვთქვათ პოლიტიკური სტრუქტურა, არა როგორც ქვეყანა, არა როგორც რაღაც სხვა და არ გამმარტოთ რა არის ეს სხვა, მაგრამ ვთქვათ რომ ეს არის რაღაც სხვა, რომელიც რაც განაპირობებს რომ საფრანგეთი არის ფრანგული და საფრანგეთი არის საფრანგეთი და რისი თვითშენარჩუნების ინსტინქტი ყოველთვის არსებობს და მე აი პირდაპირ მინახავს ფრანგ ხალხში ამის რომ არის რაღაცები რაც ჩვენ არ ვეხებით მიუხედავად იმისა რომ ჩვენ შეიძლება დავუტოვოთ რაღაც სივრცე ცვლილებას და გადავხედოთ სიტუაციაზე მაგალითად დიდ იურისტების დინასტიებს საფრანგეთში, დიდ მწერლების დინასტიები არის, იგივე ბურჟუაზიის დინასტიები არის, ხომ? იგივე ფრანგული აკადემია, ხო, იქ ირჩევენ, როდესაც ფრანგულ აკადემიაში ირჩევენ ადამიანს, მას ეძახიან უფუდავს. და ხშირად არიან ხომ ერთ-იგივე ხალხის ადამიანები, ერთ-იგივე ოჯახების, ერთ-იგივე. მათში არის რაღაც ეს, ანუ თვითშენარჩუნების, თვითგადრჩენის ინსტინქტი. და ამავდროულად მე ასევე ამ ხალხში ვხედავ ძალიან უნიკალურ თვისებას, რომ მხოლოდ ფრანგს შეუძლია დაინტერესდეს იმ, ასე ვთქვათ, იმ დონეზე სხვა კულტურით, როგორც მაგალითად მარი ბროსე იყო საქართველოს დაინტერესებული, როგორც ჟაკ დე მარგონი იყო ირანით დაინტერესებული, როგორც ფრანსუა ჟულიანი ჩინეთით. ან მათ აქვთ რაღაც ესეთი ტოლვა სხვა კულტურების მიმართ და საუკეთესო ეთნოლოგები, საუკეთესო ლინგვისტები, ასე შემდეგ ფილოლოგები სხვა ენების ხშირად არიან ხოლმე ფრანგები. იმიტომ რომ მათ ეს ჭეშმარიტად რაღაცნაირად ჩინაგანი ის აქვთ, მოწოდება აქვთ ამისთვის. რო დაუბრუნდეთ ჩვენ კრიპტომონარქიას, ანუ მე ესე გავყოფდი, რომ საფრანგეთში არსებობს რაღაც ნაწილი, რომელიც რეალურად ონტოლოგიურად არსებობს და ყოფიერებას განაგრძობს. და შემდეგ არის პარლამენტი, რომელიც არის უბრალოდ დეოლის სიტყვები არის, ეს არის სკოლაში რომ ასე ვთქვათ შესვენებაზე რო ეზოში გადიან, ამას ეძახდა ის შესვენების რა ერთობიან ხალხი და შემდეგ. მაგრამ იქ რეალურად დეგოლისთვის არ წყდებოდა. ანუ არსებობს ღრმა საფრანგეთი, რომელიც ინარჩუნებს იდენტობას, ასე ვთქვათ, რომელიც ფუნქცია შეინარჩუნოს იდენტობა. როგორ არის სტრუქტურირებული რომელ ინსტიტუციებში? ძირითადად მაინც ეკლესიაში. ეკლესიის გარშემო კათოლიკოსი, იქაც არის თავის გადახრები, იმიტომ რომ საფრანგეთს როგორც ქვეყანას კათოლიკურ ეკლესიასთან ძალიან ამბივალენტური დამოკიდებულება აქვს. ერთ მხრივ ის მიიჩნევა, როგორც ფრანგები იტყვიან fiancé de l'église, ანუ უფროსი ქალიშვილი, როგორც პირველი მათ სხვებთან შედარებით, მაგრამ ასევე ალბათ არავის არ ყავს იმდენი მეფე, რომელიც გაძევებული იქნა, რომელიც ექსკომუნიკირებული იქნა ვატიკანის მიერ, როგორც საფრანგეთს. თუმცა ეს ამბივალენტური დაკავშირება არის, მაგრამ ჭეშმარიტ ფრანგები თვლიან, რომ კათოლიციზმის ბასტიონი არის, რა თქმა უნდა, საფრანგეთი და ვატიკანის მთავარი მოკავშირე. ვატიკანის მთავარი მოკავშირე და ანუ მათთვის ძალოვანი შემადგენელი ერთ-ერთი მთავარი. ასე ვთქვათ, რომაული ეკლესია როგორც იმპერიაში და აი მაგალითად ეტიენ ჟილსონი იყო ძალიან დიდი დიადი ფრანგი მოაზროვნე, ალბათ ყველაზე დიდი ფილოსოფოსი გასული საუკუნის. და როგორც ყველა დიდი ფრანგი ფილოსოფოსი იყო კათოლიკე და მას ჰქონდა ესეთი მაგალითად განმარტება მიცემული, რომ როგორ უნდა იყოს ქრისტიანი ფილოსოფოსი. ნუ ყველა მე როგორც ახალგაზრდა, ნაკლებად ახალგაზრდა ადამიანი ინტერესდები ამ. ახალგაზრდა 23 წლის ხარ ხო შენ? 24. ახალგაზრდა ხარ აბა. და ეტიენ ჟილსონს აქვს ესეთი რაუნდინმე განმარტება საძლევს და ბოლო დასკვნითი ლექცია, რომელსაც კითხულობს, ხო, სხვადასხვა პროტესტანტებს უკითხავს ამ ლექციას. ამბობს, რომ ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ წმენამ აღმართა ჩვენი საკათედრო ტაძრები, ჩვენი ეკლესიები, ეს ყველაფერი სილამაზე. მაგრამ ამავდროულად ამბობს, ეს არ არის მხოლოდ წმენა, ეკლესიას აშენებას სჭირდება კარგი არქიტექტორი. აქედან ასკვნის ესეთ რაღაცას, რომ ჩვენ გვჭირდება კარგი არქიტექტორები, რომლებიც იქნებიან თან კარგი ქრისტიანები. ანუ ჩვენ არ შეიძლება ვთქვათ, რომ მე ვარ კარგი ქრისტიანი და ამიტომ არქიტექტურას არ ვისწავლებ. ჩვენი მოვალეობა, როგორც ქრისტიანების მოვალეობა არის, რომ ჩვენ ვიყოთ
კარგი მეომრები მაცხოვრის როგორც მეფის. ანუ ესეთი და ეს იდეა არის ძალიან ფრანგული იდეა. ანუ თქვი ქრისტე ღვა და ღვას წერენ როგორც მეფე თანამედროვად და არა მეუფე როგორც ძველებურად. ანუ ქრისტე მაცხოვარი როგორც მეფე და ჩვენ როგორც მისი ასე ვთქვათ სოლდა როგორც ჯარისკაცი. და ეს იდეა არის ამის ყველგან ხვდებით ჩვენ დღევანდელ საფრანგეთში, რომ მაგალითად ჭეშმარიტი კარგია, ასე ვთქვათ, არ ვიცი, ხაბაზი თუ არქიტექტორი კათოლიკე თulis რომ მისი კათოლიკური მოვალეობა არის, რომ დროზე დაამთავროს სამსახური, დროზე კარგად ჩააბაროს, ანუ სწორად მოიქცეს, სწორად დახაზოს ასე შემდეგ და იყოს კარგი არქიტექტორი. და ეს კარგი არქიტექტორობა რაღაცნაირად მისთვის ნიშნავს, რომ იყოს კარგი მეომარი ქრისტეს. აი რა მაინტერესებს, როგორი მიდგომა აქვს საფრანგეთის აი ამ სიღრმისეულ მოდი ესე ვთქვათ, მიგრაციულ სტრუქტურას. ამ ხალხს ვინც იცავს მოდი ესე ვთქვათ ფრანგულ იდენტობას, ხო? როგორი მიდგომა აქვს ამ იმიგრაციის მიმართ, რომელიც ახლა უკვე წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწია, ხო? მიდგომა არის ორნაირი. პრინციპში არის ერთი რადიკალური იდენტობის პოლიტიკის გამტარებელი ჯგუფები არსებობენ, მათ აი ლეპენთან ჩვენ ამას ხვდებით. და იქ უფრო იდენტური პოლიტიკა, როგორც საფრანგეთი არის ქვეყანა თეთრი ქრისტიანებისთვის, გალელებისთვის ასე შემდეგ. კი მე მაგრამ ეს დაჯგუფება ხშირად რთულად მოდის ხოლმე ქრისტიანულ სწავლებასთან. ანუ იმიტომ რომ გამოიწვევს რაღაც ზიზღს ასე შემდეგ, ხვის ზიზღს ხო? და არის მეორე ფლანგი, რომელიც არის უფრო მობიერი ამ იმიგრაციასთან, თulis რომ ხა სამი თაობა არის ვიღაცა ალჟირული წარმოშობის ან სენეგალური წარმოშობის ცხოვრობს პარიზში. არის კათოლიკე დადის მესაზე ფრანგულად საუბრობს უკეთესად ვიდრე თვითონ, იმიტომ რომ შემონახული აქვს ის ძველი ფრანგული. ძველი ფრანგული განათლების სისტემით არის განათლებული და არა ახალ ბოლონიური სისტემით. კოლონიურ სისტემებში არის საუკეთესო ექიმები მაგალითად არიან კოლონიურ სისტემებში. და ამიტომ უფრო მობიერად უდგებიან ამას, მაგრამ თან რეალისტური კონსტატაციაც ხდება, რომ მასოს ერთი მღვდელი მეუნებოდა კათოლიკე, რომ თუ მე მინდა დავპატიჟო ყველა ჩემთან სახლში და გავუმასპინდე მას, მაგრამ თუ მაქვს საკმარისი, ასე ვთქვათ, რესურსი რომ მას გავუმასპინდე, სიამოვნებით, მაგრამ თუ მაქვს ერთი შეკვრა ბრინჯი, ვერ გავუმასპინდები ხო მთელს კორპუსს. ამიტომ ესეთი პრაგმატული შეხედულებაც არის, რომ მე არ მაქვს სხვისი, არც შიში და არც ზიზღი, მე ის როგორც მოყვასე აბსოლუტურად მიყვარს. მაგრამ სამწუხაროდ მე არ მაქვს იმის რესურსი, რომ ასე ვთქვათ, ამდენი ხალხი სახლში მოვიყვანო და ვაჯამო და დავიდეო და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ორი რადიკალური განსხვავება არის. ერთი არის იდენტური დაჯგუფებები, რომელიც სხვა შორის მაკრონის დროს ოფიციალურად აღარ არსებობენ, აიგზალა. ანუ იგულისხმება ისინი წარმოშობის მიხედვით და როგორ და დიასპორები ესე ვთქვათ. დიასპორები, დიახ. მათი გაერთიანება პოლიტიკური ნიშნით. პოლიტიკური კი არა, დიასპორის ნიშნით, რომ მე პოლიტიკური მასში გადაიღო. კი და ესე იყო მაგითად ჟენერაციონ იდენტიტერი, თაობა, იდენტური თაობა ესეთი ერქვა. იყვნენ ძირითადად ჩრდილოეთ საფრანგეთიდან ახალგაზრდები და კელტური ჯვარი ჰქონდათ, გასაგებია ხო, ლოგოთ და ეს დაჯგუფება რა თქმა უნდა დაშალეს, დაიშალა. მაგრამ უკვე ის მე ვიტყოდი რომ იყო რაღაც ჰისტერიის აპოგეა 2020 წლამდე და უკვე დღეს უკვე ეს გადავლილი არის და ყველაზე ასე ვთქვათ ყველაზე ლიბერალი მელანშონისტი მემარცხენეებიც იცის რომ აქ სხვა რამეზეა საუბარი, ხა ამდენი იმიგრაცია შეუძლებელი არის და ეროვნულ საქმეს არ აკეთებს ადამიანი, რომელიც არაფრანგულს ყიდულობს მაგალითად და არაფრანგულ მანქანას ყიდულობს. ძველად საფრანგეთში კომუნისტების დროს საერთოდ მანქანის ქონაც არაფრანგულ, არაკომუნისტურ იმათ ითვლებოდა, ბურჟუაზიულ ბუნებად ითვლებოდა და ასე შემდეგ. ამიტომ რაღაც ასე ვთქვათ სიღრმისეული გალღობა დაიწყო ქართულ ესა ფრანგულ საზოგადოებაში, ჩემი გადახედა მე მხოლოდ პარიზში მიწევს მოღვაწეობა, შეიძლება
ხოლო პარიზული ფენომენია, მაგრამ ნუ რაღაცებს პარიზის ძირითადად პროვინციელები არიან და ამიტომ რაღაც გასაგებია. ამა ახლა მე ბევრი მოძრაობს ამ საფრანგეთში და გარდამისა ვკითხულობ ხედავთ. აი ეს ყვითელი ჟილეტების აქციები. კი. და ასევე აი მერვე კვარტალია თუ რომელი კვარტალი, ну დანაშაულის ექსპონენციალური ზრდა, რომელიც ახლა რამდენი ჩავიდა იქ ვიღაცა ჩემი ან გაძარცვეს, აი რაღაცა ცემეს, რაღაც ეგეთები ხო მუდმივად ელ ქუჩაში ფაქტიურად განსაკუთრებით დიდ ქალაქებში არის უდიდესი პრობლემები, ხო? ეს რამე პოლიტიკური იმაში გადადის, ანუ არტიკულაცია ხდება ამის პოლიტიკურ სივრცეში თუ არტიკულაცია დაიწყო საზოგადოების დონეზე. მე ამას ასე ვთქვათ ხედავ და ესეც არის რომ ნუ რაც ხალხმა ვარჯიში დაიწყო. ეს ჭუბისთვის მოემზადა და ასე შემდეგ, ნუ ეს აი რადიკალური ცვლილებები ნახეთ ჩემს მეგობრებში ზოგჯერ საერთოდ რო არა. იმიტომ რომ უსაფრთხოების პრობლემები დგას, ხო? უსაფრთხოების პრობლემები იყო და ამ უსაფრთხოების პრობლემებმა ასევე გამოიწვია ჩემს მეგობრებში, ნუ ხა ამას საზოგადოდ ისე ვამბობ, მაგრამ ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის, რომლებიც არიან ასე ვთქვათ, ნახევარწელიწადის 3 თვეს ატარებენ ჯარში. და ოპერაციებს აკეთებენ მაგალითად აეროპორტებში ასე შემდეგ საფრანგეთში ჩადიხართ იქ ფამასებით განან ნუ ადრე ფამასი იყო ახლა სხვა იარაღი უჭირავთ დადიან და ნუ სახალხო მილიციის კი სახალხო მილიციის მე შეიწერენ და თითქმის არ მინდო თქვა ყველა მაგრამ ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი საინტერესოა სწავლობს ასე შემდეგ და ასე ანუ ფრანგები მობილიზდნენ თავის ქვეყნის დასაცავად, ხო? აბსოლუტურად ეს ის თან ის მოსწონთ, იმიტომ რომ რაც ინსტიტუციის ნაწილი ხდებიან, თუ სამხედროს ნაწილი ხდებიან, ნუ იქ რაც იარაღი მომზადება, ერთად ცხოვრობენ ასე შემდეგ და ნუ ანუ მათ ეს ასე ვთქვათ მარსიალური საჯარო ჯარის ცხოვრება შემოიტანეს თავიანთ ცხოვრებაში და ნუ ეს რაც გასაგებიც არის. რაც შეეხება ნუ ყვითელ ჟილეტებს, საინტერესო არის ეს რა ასენეთ გამომდინარე იქიდან რომ ახლახანს თბილისში რომ ჩამოვედი შეხვდა შვეიცარიელი ნაცნობი რომელიც მეუბნებოდა რომ აი გახსოვს ყვითელი ჟილეტები რო იყო პარიზში რამხელა შეტაკებები აგრესია ასე შემდეგ რაღაც და ჩვენ აქ რა კარგად პირად ნაკლებად აგრესიულად ტარდებაო ეს ყველაფერი და ნუ მე უთხარი ნუ ჩვენ ვიცით მაგრამ ვინ მოგვისმენს თუნდაც რომ ვთქვათ რომ ნუ საფრანგეთში ვინ მოგვისმენს იმაზე რომ აქ გაცილებით ხო ის არის ოსტატურად ხდება ამ მართვა ამ ვრელური ნებების მე იმიტომ რომ ძალიან 30 ის იყო სულ პარიზში ვიყავი როდესაც ეს ხდებოდა ეს შეტაკებები შემსწრეც ვარ ამის და ნუ იქ სხვა ტიპის აგრესია იყო. ანუ მე ერთხელ ისე მოხდა, რომ ძალიან სწრაფად იწყებოდა ეს ყველაფერი. და მე და ჩემი მეგობარი მივსეირნობდით, უცებ გაჩნდნენ ეს ყვითელ ჟილეტები, იქით არის სპეცნაზი და აი პირველად ვიგზენი შეგრძნება ისე, რომ ჩემი სიცოცხლე არის რეალურად საფრთხეში. არავინ არ გიშველის აქ, ვერავის დისკუსიის, ასე ვთქვათ, სივრცე არ არსებობს. არც პოლიციასთან და არც ხო, აი დრაივერი ვინ იყო ამ იმისი, რა ქვია, ყვითელი ჟილეტების? ვინა ფინანსებდა? სხვადასხვა თეორიები მაქვს გასაგა მოსმელი ამასთან ამაზე, მაგრამ აი სიმართლე გითხრათ ვერ ვიტყვი. ანუ იყო პოლიტიკური ძალები უშუალოდ საფრანგეთში, მაგალითად აი მელანშონის მარჯვენა ხელი რუფანი მაშინ პოლიტიკურ კარიერას იწყობდა და ეჯერ მაქვს აი პოლიტიკური კარიერა ექნება, იმიტომ რომ მაკრონის კლასელი იყო. და ნუ ის ასე ვთქვათ თითქოს კინო გადაიღო მათზე ყვითელ ჟილეტებზე ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ზუსტად ვინ აფინანსებდა ნუ ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ნუ მე დინამიკას ხვდებოდი როგორც დინამიკას ინსიტუ, ანუ პირდაპირ ქალაქში როდესაც ეს ხდებოდა და ეს ანუ წარმოუდგენელი აგრესიის, აი წარმოუდგენელი აგრესიის. ხო, ჩვენთან ახლა როდესაც დაუშვათ იყო აქციები სააკაშვილის წინააღმდეგ, აი ეს ხალხი სააკაშვილის ტერორი იყო. ეს ტერორისტული სახელმწიფო ჩამოაყალიბეს, ჩვეულებრივი ფერადი რევოლუცია, ტერორისტული სახელმწიფო, შემდეგ ომი, შემდეგ კლასიკა ჩვეულებრივი. ესე იგი
ამას ხედავდით, ვიცოდით ასე რომ მოხდებოდა, ამას რო აკეთებდა და შესაბამისად ვეწინააღმდეგებოდით, მაგრამ აი ის ფენა შუა საქართველოს ვეძახი მას, აი შუა ღვინო რო არის, ხო მიცი? აი ეს შუა ღვინო ისე მოპროტესტებდა რომ საერთოდ მიუხედავად სახელმწიფოს აპარატის მიერ ეს დანაშაულებრივი ინსტრუქციებისა ძალოვანი სტრუქტურების მიმართ, ძალოვანი სტრუქტურებთან კონფლიქტი ხალხს არ მოსული, ხალხი არ იყო ინიციატორი. ძალოვანი სტრუქტურებს ავალებდნენ გასაგებია ამასთან პოლიტიკური ისინი ვალდებულები არიან შეასრულონ დანაშაული პოლიტიკური ნება, ხო? მაგრამ ხალხი იქცეოდა როგორც მე შევადარებდი ამას განდის წინააღმდეგობას. აი რაღაც საოცარი მაღალი კულტურა იყო, არც ერთი დანაშაულებრივი კრიმინალური აქტი არ მომხდარა თბილისში. 300,000-იანი, 200,000-იანი დემონსტრაციების დროს. ის რაც დღეს ხდება, ეს არის აი copy-paste-ით გადმოღებული ზუსტად აი ამ საშინელი აგრესიული როგორც იყო ანტიფა, როგორც იყო Black Lives Matter, როგორც იყო ყვითელი ჟილეტები საფრანგეთში, ხო? და კომედია ის არის, რომ ის ხალხი, ის მთავრობები, რომლებიც ჩვენთან ინსპირაციას აკეთებენ აი ამ საშინელების, გამოზარდეს ეს მანქურთები, რომლებიც საკუთარ ქალაქს წვავენ, მანქურთის სიტყვას ვეძებდი ახლა. მანქურთები, კი, რომლებიც ამ თავის ქალაქს წვავენ და საშინელ აგრესიას აფრქვევენ, ხო? ჩვენ გელაპარაკებიან იმაზე, რომ თურმე ჩვენ აქ და ჩვენი ხელისუფლება არ ტერორისტ მოქალაქეების დემონსტრანტებს თურმე ესე იგი რას ქვია შლის და აქ ახლა როგორც ყველა ლიბერალურ ტვინში მიზეზი და შედეგი უკუღმა არის, ანუ არის. როცა არის, ზოგჯერ არც არის. ხო, არც არის, არა. მიზეზი ყოველთვის დგას, ესე იგი შედეგის წინ. ანუ ისკენ რა მიზეზია, ეს შედეგი გამოიწვია, არა? ეს შედეგი რო არის, ეს მიზეზი აღარ ახსენებენ. ანუ გამოდის რომ და ეს კომედიაც არის, რა თქმა უნდა, როცა ადამიანი აზროვნებს, ახლა რას ამბობენ ესენი, რომ პარლამენტს რომ მივარდნენ და დაუშინეს ეს ჩვენ პარლამენტი პერმანენტულად იერიქონივით არის. ესე მიწიან და 4 წელია პარლამენტს წვავენ. ეგეც რაღაცა სადმე გაგიგია 4 წელი ალაყაფებს ეჭხუბებიან, ესე იგი წვავენ, ესვრიან, სპეცრას, ესენ ლამის ბალეტს თამაშობდნენ, ხო? მთელი 4 წელი სახელმწიფო გადატრიალება ხდება და ესენ ბალეტს ეთამაშებიან, იმიტომ იმათმა არ თქვან რომ აი თუ ესე იგი ჩვენ დაგვადანაშაულონ ძალადობაში. წარმოიდგინე კატასტროფაა, ხო? და ახლა სულაც გამოხატავენ ისე რომ ვითომ ესე იგი მშვიდობიანი დემონსტრანტები მივიდნენ იქ. ლოცვითი დგომა ჰქონდათ და ეს მართლა გამიგია. ხო, არა, ეს იყო იმაში რა ქვია, იმაში იყო საზოგადოებრივ მოუწყებელში, რომ დღავიდექი ლოცულობდიო და ამ დროს დაესხნენ თავზე მეგოძე პარლამენტის შენობა დაესხა თავზე და დაუწყეს ცემა. ანუ ის რაც ნახეთ, მივარდნენ და ქვებს ესროდნენ, ლაზერებს თვალებში აგინებდნენ, ტარს და ცოცხალს, აი უშვერი სიტყვებით, მერე ის პეტარდებს ესროდნენ, მერე ძიმესაგნებს ესროდნენ და როგორ ახლა ძალა როგორ გადაამეტეს. აი ძალის გადამეტება თქვენ არ გინახავთ, არ ვნახავთ. ძალის გადამეტება უნდა ნახოთ მაგალითად საფრანგეთში და გენახათ თქვენ. არ სხვა შორს ეს პეტარდების სროლა საქართველოში ნახე არ მქონდა, მაგრამ 3-4 წლის წინ პირველად პარიზში ვნახე, რომ კომისარიატს ესროდნენ ამას, რომ ასე ვთქვათ როგორ დავაზიანოთ შენობა ისე რომ ეს იარაღი არ იყოს და შემან იარაღი. ნუ ეს ფედერაციის ტექნოლოგია, აქ პირდაპირ სახეში ესროდნენ კაც. ხო, იქ იმას შენობას. აქ პირდაპირ ესროდნენ იმას. ახლა კითხვა მაქვს. აი პირდაპირ მივიდეს და დამიზნებით ესროს თან ის გააკეთეს რაღაც მილში დადეს ეს ბევრი პეტარდები. მილიონობით დოლარის პეტარდები იყიდეს სხვათა შორის და კიდე ქონდათ და დაუშინეს. აი ეგ რო დაუშინო საფრანგეთში სპეცრას როგორი იქნება ძალის გამოყენების პროპორცია. აი მაინტერესებს რა. ახლახანს იყო აი ძალიან შეიძლება ნაკლებად სახალისო არის, მაგრამ ახლახანს წელს იყო შეხვედრა ესეთი მოვლენა საფრანგეთში, რომ გააჩერეს ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც პოლიციას გაიქცა, პოლიცია წინ ჩაუდგა, გააჩერეს, უახლოვდება მას პოლიცია. ეს ახალგაზრდა ადამიანი როგორც თვითონ
ერთი ვერსია არის, რომ ასე ვთქვათ, ავტომატური მანქანა იყო და ამიტომ თავისით გაგორდა წინ, მეორე ვერსიით გაქცევა უნდა და ამიტომ, მანქანა დაიწყო მოძრაობა და პოლიციამ ესროლა. კი, ნახე ეს ვიდეო, არაბი იყო ეს. კი, ის ახლახანს იყო. მსგავსი რავი ნებისმიერ ჩვენს მსმენელს ურჩევ მაგალითად YouTube-ში ჩაწეროს, როგორ ცლის ფრანგული სპეცნაზი შენობას. თლიან შენობას რაღაც 2 წუთში შედიან და ძალიან არაკათოლიკე მეთოდებით შლიან ამ ყველაფერს. ამიტომ აგრესია როგორც ასეთი იქ რომ მინახავს ყოველ შემთხვევაში აქაც მინახავს აქციები, მაგრამ არასოდეს არ მაქვს მაგალითად შეგრძნება, რომ აქ პროტესტანტს კონდეს შეგრძნება იმის, რომ მის შეიძლება მოკლან და ამაზე რაც ჩვეულებრივი ამბავია იქ ახლა ეს რაღაცაც თქვათ რა, სულ მაგას ვამბობდი. საერთოდ უაზრო პროტესტი, უაზრო და ესეთი ფორმებ დაკარგული, გადაჭარბებული, ციცრუეზე, ციყალბეზე და გაბუქებაზე დაფუძნებული პროტესტი, როდესაც ეს რას იწვევს ბოლო-ბოლო იწვევს ძალის უკვე სახელმწიფო გადადის კაცრ მოქმედებებზე. მე სახელმწიფო როდესაც გადადის ამ კაცრ მოქმედებაზე და ძალოვან მოქმედებებზე ძალიან რთულია მე ამის შეკავება. ასე. და ვღებულობთ არასასურველ სიტუაციას, ახლა ჩვენთვის მაგალითად ერთი არის ქაოსი, ქაოსის საფრთხე და ქაოსისკენ მიისწრაფვია. ქაოსი რო იძახი რომ პოლიციას აგინებ და სამართალდამცავებს აგინებ, ხელისუფლებას ეუბნებიო, წადი ისე რომ არ აქვს არანაირი ალტერნატივა, არჩევნებს არ ცნობ, როცა ვერ მოყავს რატო არ ცნობ, იმიტომ რომ შენ თვითონ არ გაიმარჯვე, მარტო მაგიტომ ხა? ხო, ხა ემსახურები დაუშვათ იმ გეოპოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქ ქაოსი უნდა. ბუნებრივია სახელმწიფოს ვალდებულებაა უკვე რომ გამოიყენოს ძალა, მაგრამ მე სახელმწიფო ისეთი რამ არის, რომ მის შეკავება უკვე ამ ხელა სისტემის შეკავება ძალიან რთულია და ის ადამიანები, რომლებსაც ეს არ გვინდა, ხვდებით ასევე ჩვენ იძულებული ვართ სახელმწიფოს ვებრძოლოთ, სახელმწიფოს კი ვებრძოლოთ, ამ ძალის იმას ვებრძოლოთ. ხო და ამას აკეთებენ ესენი. ესენი სინამდვილეში რას აკეთებენ? ერთი არის რომ სახელმწიფო შეიძლება ჩამოაყალიბონ ჩვენი მეზობლების მსგავსი სისტემა, იძულებული გახადონ და თავისი გამარჯვების შემთხვევაში საგარეო ინტერვენცია. ანუ ზუსტად იმას აკეთებენ, რის წინააღმდეგაც თვითონ იბრძვიან. მე გეთანხმებით, მაგრამ ცოტა განსხვავებული თვალსაზრისით შევხედავ ამ გამოსვლებს არა როგორც ქაოსის ძალა, ან ქაოსისკენ მიმავალი ძალა. პრინციპში ქაოსისკენ მიმავალი ძალა ქაოსი უნდა იყოს თვითონვე. არამედ არა თვითგანადგურების. ამ ორ რაღაცას გამოყოფ თითქოს ერთმანეთისგან, იმიტომ რომ არის ონტოლოგიური სიცარიელე, ანუ ყოფიერებით სიცარიელე და ამ სიცარიელისკენ მიდის ადამიანი, მიისწრაფვის, თვითგანადგურებისკენ მიდის. იქ სადაც შეიძლება ქაოსისგან დაიბადოს რაღაც. ან ქაოსი თვითონ იყოს პროდუქტი იმ არასწორი ასე ვთქვათ, კოსმოსის, ხო? ამ არასწორი კოსმოსიდან დაიბადოს ქაოსი, რომელიც პროდუქტიული იქნება და რაღაცას რეალურად შექმნის. აი თქვენ როდესაც ახსენებდით იმ გამოსვლებს, რომელიც წინა 2008 წლებში, 7-8 წლებში იყო ხომ და ახსენეთ, რომ იქ მაშინ არ იყო ეს, ასე ვთქვათ, აგრესიის გამოხატულება პოლიციის მიმართ და სამართალდამცავები იყვნენ ვალდებულები შეესრულებიათ ის ბრძანებები, რაც მათკენ მიდიოდა, ხო? თითქოს ეს კარგი შედარება არის ხა რა ვიყო დღევანდელი გამოსვლები და ეს გამოსვლები, იმიტომ რომ ჩვენ ამით ხედავთ რომ რა არის ის გამოსვლა, რომელსაც აქვს რაღაცა ყოფიერი, ასე ვთქვათ, არსებობის რაღაცა მიზანი, როგორც ასეთი და რაღაცისკენ მიისწრაფვის და სხვა გამოვლენა, რომელიც არის უბრალოდ რომელიც მიისწრაფვის თვითგანადგურებისკენ და თვითგანადგურებისკენ როგორც ყველა ადამიანი თავის თავს ინადგურებს, უნდა რომ სხვების ჩაითრიოს ამ ზუსტად. მაგრამ ეს შედარება ძალიან კარგია, თუნდაც მაგალითად ჰაიდეგერს ძალიან უყვარდა ჰოლდერლინგის შესანიშნავი პოემის პასაჟი, რომ იქ სადაც არის ხიფათი, ასევე აღმოცენდება ის, რაც გადაარჩენს. ანუ იქ სადაც არის უაზრობა, ჩვენ ყოველთვის ეს უაზრობა გვანახებს, რომ რა შეიძლება იყოს სხვა, არა ეს უაზრობა, არამედ რაღაც სხვა. და ამ პრინციპში ეს რაღაც სხვა შეიძლება იყოს ეს მაგალითად, რომელიც თქვენ მოიყვანთ 2007-8 წლის, რომ ჩვენ შეიძლება დავფიქრდეთ ამაზე, რომ აი ხო იყო ესეთი
პროტესტის გამოხატვის ცდილობა, სადაც ადამიანები რაღაცა ონტოლოგიურად რაღაცისკენ მიემართვენ. მაგრამ დღეს რაც არის თვითგანადგურება და ასევე ვიტყოდი რომ ეს არის თითქოს რაღაც ტრამვირებულ საზოგადოებას, იმიტომ რომ პრინციპში ის პროცესები გეოპოლიტიკური, რომლებშიც ჩვენ ვიყოფებით, თითქოს ახლა ჩემი ძალიან ნაივური და ინფანტილური თვალსაზრისით აღსახავს იმას, რომ საქართველოში გადადის რაღაც ყოფიერების სხვა ჭრილში. და ეს ყოფიერების ჭრილში, ეს ჭრილი კაი ქართული სიტყვა არის, ხო, ეს გაჭრა. ეს ჭრილში გადასვლა ყოველთვის რაღაც ტკინეულს გამოხატავს, ხო? ჩვენ აპოფატიკურ თეოლოგიას ვახსენებდით და ეკლესიის მამებთან, ევაგრე პონტოველთან მაგალითად ხშირად ხვდება ეს, რომ აი ადამიანის მოქცევა, გადაწყობა ასოცირებული არის ახალი ადამიანის აბადება და სადაც ახალი ადამიანი იბადება, ძველი ადამიანი კვდება და სიკვდილი ყოველთვის რაღაც ტკინეულ იმასთან არის. გაყოფა ხდება. აბსოლუტური გაყოფა ხდება. სქიზმა, გაყოფა, კი. ქართულში კარგი სიტყვები გვაქვს. კი. აბსოლუტურად ფენომენოლოგიისთვის ვფიქრობ, რომ ქართულ ენაზე უკეთესი ენა, რავი. ხო, რა თქმა უნდა. საოცარი ენაა. და საოცრად იკვებება ეს ამისგან სამსახოვანი ერთობა ხო არის ქართული სვანური ეს მეგრული. რაღაცნაირად ეს იკვებება და სხვებისგანაც იწოვს, აი უამრავი სიტყვა გვაქვს ჩვენ 8000-მდე უცხო სიტყვა გვაქვს. მაგრამ 8000-მდე, თუმცა ეს კრიტიკული არ არის, ძალიან ბევრი ხალხს ისე აქვს, რა ქვია. მაგალითად ძველი ოსმანური თითქმის 85%-ით სპარსულის, არაბულის და იმისგან შედგებოდა. და ეხლა კი აღარ არსებობს ეს ძველი ოსმანური, ანუ ოსმანური თვითონ ენა მოკვდა. გასაოცარია რომ თურქული ენა, დღევანდელი თურქული და ოსმანური ერთმანეთს არ ესმით. ანუ იმ ენაზე მოლაპარაკე ვერ გაიგებს, ეს თურქი ვერ იგებს დღევანდელი თურქი, რომელიც საუბრობს ამ ენაზე. ოსმანური, რომელიც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში იყო ოფიციალური ენა, მისთვის გაუგებარია. და ჩვენ მე-5 საუკუნის ენა, ანუ პირველი ძეგლი, რომელიც ყო შუშანიკის წამება, ოდნავ განათლებული, სკოლის იმაშია. სკოლიდან ვეფხისტყაოსანზე არაფერს ლაპარაკობ, ბავშვებსაც ესმით. მართალია უნდა დაავიწყონ, ასე იგი ზოგიერთ ამხანაგებს. მაგრამ არ გამოუვათ. იმიტომ რომ ეს ჩვენი იდენტობა, მაინც ერთ-ერთი უძველესი იდენტობაა და უდიდესი კულტურული სიღრმეებიდან იღებს, რომლის შესახებაც წარმოდგენა არ აქვს. თუ იმას აფოპატიკის და იმ პირველი 10 საუკუნის თეოლოგიის გაგება სურს, ვეფხისტყაოსანში ამის არის და ქართული ენა იძლევა ამის გამოხატვის საშუალებას, ხო? იმ თუნდაც ძველბერძნულში არის პრივატიული ეს ალფა, ხო? რაღაც აშემატიკოს მაგალითად და ჩვენთან უარი, ხო? უცნაური, გამოუთქმელი ასე და საერთოდ თლიანად რო აიღო იმ ამენაზე რომ იფიქრო რა როგორ არის, ამაზე დიდი ნიშნულობებს ძალიან იშვიათად რომ ამენ მოგწეს და ასე შემეცნება და ასე ადვილად როგორც ქართულშია. და თან ეს იმ პირობებშია ძვირფასო მაყურებელი რომ ჩვენ ფაქტობრივად განადგურებული ვიყავით. ჩვენ რაც შემოგჭა საერთოდ ეს არის რამდენიმე პროცენტი იმისა რაც ქონდა. ჯერ მარტო მაგალითად თემურლენგმა რო წაიღო ეს ბიბლიოთეკა. ქართული მეფეების ბიბლიოთეკა წაიღო და დღემდე გაუგებარია სად არის. და უამრავი ესეთი უამრავი რამ გაგვინადგურდა, ხო? და მაგრამ ამის მიუხედავად კი ვეფხისტყაოსანი ძლივს გადარჩა. ხო, და არამედ ხელმწიფის კარის გარიგება, იგივე დაუშვათ, იგივე ტექსტები ის ისტორიკოსი მაგალითად თამარის ისტორიკოს, დავითის ისტორიკოს, ძალიან ესე იგი რაღაცა ძალა კი ღმერთი იმაშვებოდა, რა ქვია. მოკონდა ესე თქვა ჩვენამდე მიუხედავად იმისა, რომ თვითგანადგურების ვნებით მაშინაც ბევრი იყო აღტყინებული, როგორც დღევანდელი ჩვენი, ასე ვთქვათ, სახელოვანი საზოგადოება, რომელიც კიდევ ერთხელ დალაყუნობს ამ თბილისის ქუჩებში რაღაც გაუგებარი მოთხოვნებით და სიძულვილით გამშვალული არის, რაც ძალიან შემაშფოთებელია ჩემთვის. სიძულვილით და თან ამ რაღაც ტკივილით, რომ უნდა
რაღაც მომენტში უნდა გადავეწყოთ ხო იმ ყოფიერებაში ხომ და შევიდეთ რაღაცნაირად ეთყობა და იმედია რომ ამ ყოფიერებაში შევალთ ღირსეულად გაიყოფა ევროპაში თუ არა გაიყოფა ეს ნელ-ნელა და ის ევროპა რომელზეც საუბრობენ და სადღაც მიდიან ეს მიდიან და მოდიან ეს სისულელეა საერთოდ რას ნიშნავს შენ სად თუ ადგილზე არ ხარ ვერსად ვერ წახვალ კი ანუ ეს ბუდმივი ესე იგი სიარულის ჯერ ხო კომუნიზმისკენ რომ მივდიოდით და სოციალიზმი რო ავაშენეთ და ასე შემდეგ ახსოვი მეორე ხოლმე ახლა ევროპისკენ მივდივართ გარწმუნებთ თუ არანაირი ევროპისკენ სვლა არ მიმდინარეობს ჩვენ ვართ იქ სადაც ვართ ჩვენ ადგილზე ვართ ჩვენი კულტურით და ჩვენი ასე ვთქვათ წარსულით ევროპა როგორც აგერ ლაშამ შესანიშნავად ახსნა ცდილობს თავისი იდენტობა გადაირჩინოს თავისი კულტურული სიმდიდრე მაგალითად იგივე საფრანგეთმა და ამ დონეზე უნდა გქონდეს ჩვენ ასე ვთქვათ ურთიერთობები და არა ის რომ რომელიღაც პოლიტიკურ გაერთიანებას შევალ თუ არ შევალ ევროკავშირები და საბჭოთა კავშირები და ეს კავშირები და იმპერიები მიდიან და მოდიან ფორმას იცვლიან რჩება დიდი კულტურები ანუ რეალურად ევროპული აზროვნება იქნება რომ ყველაზე ხა ყოფიერებაზე საუბრობთ მაგრამ თუნდაც არ ვიცი ჰაიდეგერი ან თუნდაც პატოშკა სარტრი ასე შემდეგ ხო არიან ეს შესანიშნავი მოაზროვნეები მაგა გამოსხოვოთ რა თქმა უნდა პოლიტიკური ერთობა რაღაცა ინსტანცია და კულტურა როგორც ასეთი ხო დღეს რომ ევროკავშირი იყოს დაფუძნებული იმ იდეაზე რომ თქვან რომ აი მაგალითად ჩვენ გვინდა გავაერთიანოთ რაღაც საერთო ბედის წერის ქვეშ დავაყენოთ ანტიკური ძველი ქრისტიანული ცივილიზაციები ამ შემთხვევაში თითქოს გასაგები იქნებოდა მაგრამ დღეს როდესაც საუბარია რომ ჩვენ ვართ ნაწილი იმ ინსტანციის რომელთანაც საზღვარიც არ გვაქვს ну ეს ცოტა კომიკურია ეს უკვე კაცო ყველაზე კარგ შემთხვევაში ცინიკურია ცინიკურია და ყველაზე კარგ შემთხვევაში ცინიკურია და უფრო კომიკურია ცინიკურ კომიკური მოდი ესე დავარქვათ ამას და ახლა ამით დავასრულებ დღევანდელ გადაცემას სამწუხაროდ დრო მალე ამოიწურა დიდი მადლობა ლაშა საინტერესო საუბრისთვის და ეცაც ვიტყვი მე რომ ჩვენ ზუსტად ევროპა გვინდა იმისთვის რომ იყოს კულტურული ევროპაც და ყველა ქვეყანა და ირანი არ გვინდა, თურქეთი არ გვინდა, რუსეთი არ გვინდა, ჩინეთი არ გვინდა. ანუ ჩვენ გვინდა კულტურული მიმოცვლა, ჩვენი უნიკალური კულტურის გამდიდრება. და არა დაუშვათ იგივე პრიმიტიული დაუშვათ ფობიები, პრიმიტიული ურაპატრიოტიზმი და ასე შემდეგ რა. ეს გვინდა ჩვენ და ლაშა არის ამის მაგალითად მაგალითი. მაგალითად მე მიმაჩნია ლაშა კი არ თავდაბალი, მაგრამ მე მიყვარს ადამიანის ქება. მით უმეტეს როცა ის იმსახურებს. კარგად ზამდებოდეთ ვიფასო მაყურებლებ მიმოულ შეხვედრამდე.